21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. Ამასთან დაკავშირებით თბილისში ღონისძიებები იმართება, რომელთაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა კავშირი, გაეროს განვითარების პროგრამის ფონდი, ღია საზოგადოება საქართველოს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით ატარებს. კამპანიის ფარგლებში უკვე მოეწყო მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ერთად მოხალისეებმაც მიიღეს და თბილისის მასშტაბით საინფორმაციო ფლაიერები დაარიგეს. დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით უკვე მეორედ აღინიშნება. ეს თარიღი რომ 21 ქრომოსომის გასამება არის. ანუ დაუნის სინდრომი რეალურად და ამიტომ 21 რიცხვი მესამე თვის. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ ოდნავ შენელებული ტემპი აქვს განვითარების სხვებთან შედარებით და ამას უნდა ხელშეწყობა და აუცილებლად ოჯახში უნდა გაიზარდონ ეს ბავშვები და მათი ყოლა ნამდვილად არ არის ტრაგედია, ამას მე ვაცხადებ. მე ვარ ერთ-ერთი მშობელი და ნამდვილად არ ვგზნობ თავს ტრაგიკულად ვარ ბედნიერი.